წითელი აირჩიეს. შემდეგ სიტყვა ითხოვა ბატონმა მუხრან მაჭავარიანმა. ქართველ ერალთა განცხადება. უპრინციპო რამ მოხდა საქართველოში. შეიარაღებულმა ჯგუფმა დაამხო ხალხის ნებით არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. ძალაუფლება ხელში აიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ ამ ბოლო ხანს სახელმწიფო საბჭოს სახელს რომ მოინათლა. სამხედრო გაატრიალებას თუმცა ავტორიტარული რეჟიმის დამხობისა და დემოკრატიის დამკვიდრების მიზნით რომ განხორციელდა, ისევე როგორც 1921 წელს მოხდა ნამდვილი სამხედრო დიქტატურა, განუკითხაობა, ბანდიტიზმი, დარწმაგლეჯა, ადამიანთა მასობრივი განადგურება. დემოკრატიისათვის მებრძოლმა დროებისმა ხელისუფლებამ გაარბია მოსიმშილეები, აკრძალა სიტყვისა და პრესის თავისუფლება, იარაღის ძალით დაშლა სიტყვის ყველა მიტინგი და მანიფესტაცია, შეცვლი გაუხსნა მშვიდობიან მომიტინგებს. ასეთი ვანდალიზმის შედეგად მომიტინგეთა შორის მოკლულია 50-მდე კაცი, გაჭრილია 200-ზე მეტი, დაბატიმრებულია 2000-მდე ურჩი პიროვნება. გარდა ამისა, რაც ყველაზე სამწუხაროა, ეროვნული გვარდიის მიერ დალაშქრია დაპყრობილი თითქმის მთელი საქართველოს. ის სისასტიკე და ცინიზმი, რომელსაც ლაშქრობის დროს საკუთარი ძმებისა და დების წინააღმდეგ გავლენდა დამშველი ექსპედიციის მონაწილეთა ერთი ნაწილი კაცობრიობის ისტორიაში იშვიათია. დავსებით ბუნებრივია, რომ მათმა ადამიანურმა მოქმედებამ აღაშფოთა მთელი ქართველი ხალხი. ასეთ დაძაბულ და ზღვრულ სიტუაციაში, როცა შემოქმედის სიტყვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სამწუხაროდ ქართველი წელების ნაწილმა ღირსეულად ვერ წამოაჩინა თავი იმის დაცვლას, რომ საქართველოს წერალთა კავშირს და მის დროებით ხელმძღვანელობას, რომელიც დიდად არ განსხვავდება სამხედრო საბჭოსაგან, ხმააღემახლებინა უკანონობის წინააღმდეგ, მათ მაამებნური პოზიცია დაიჭირეს და მთელი თავიანთი ძალისხმევა იქით წარმართეს, რომ დაიწყეს თანამდებობების გადახალისება იმის დამიხედვით, თუ ვინ უფრო აქტიურად მონაწილეობდა მასაკლის დიდურ მომზადებასა და გამართლებაში. ამ თვალსაჩინით ყველა მათი გატარებული ღონისძიება და გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ მოკლებულია ყოველნაირი სამართლებრივი საფუძვლით, არის უწინაო და არაეთიკური. სწორედ ამის გამო ჩვენ ქვემოერე ხელის მომწერს მიგვაჩნია, რომ არ აგვაქვს ზნეობრივი უფლება დავრჩეთ იმ წერალთა რიგებში, რომელთა პოზიციას სხვა რომელაფერი თქვას ვერ უწოდეთ ვერც ეროვნულ და ვერც მორალურ ეთიკურ. ამ განცხადებას ხელს აწერენ მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ ტულეისკირი, ელვერ ნიჯერაძე, ელიზბარ ჯაველიძე. ეხლა მეორე დიდი მადლობა. ეხლა მეორე განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ქართველ წერალთა 50-ზე მეტი წარმომადგენელი. აი მეორე განცხადება. რესპუბლიკაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მომიზეზებით წერალთა ერთმა ჯგუფმა ჩაიდინა უპრეცედენტო უკანონო ბანი. უკანონო იყო წერალთა კავშირის სამდივნოსთან შეუთანხმებლად პრეზიდიუმის ხობის მოწევა. უკანონო იყო ვადაგასული პრეზიდიუმის მიერ ვადაგასულობის სრულ მოტივით წერალთა კავშირის სამდივნოს გაუქმება. უკანონო იყო წერალთა თავმჯდომარის უკანონო იყო ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო შეხვედრა. უკანონო იყო ამ კომისიის მიერ ლიტერატურის საქართველოს, ისკის, ალგეთისა და თარგმნის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელთა მოხდა და მათ ადგილებზე სხების დალიშვა. უკანონო იყო სამდივნოს მიერ განთავისუფლების ზოგიერთი წელი სამსახურში აღდგენა. უკანონო იყო მწერალთა ყრილობის მოწვევა. უკანონოა მწერალთა ყრილობის ჩატარება წერალთა კავშირის თავმჯდომარის საანგარიშო მოხსენების გარეშე. ამ უკანობებში დამნაშავია ეგრეთ წოდებული საგანგებო კომისიის უკლებრივ ყველა წევრი. ესწრებოდა თუ რა მაგას არ აღნიშნავს. ჩადენილი უმძლეო საქციელის გამო მათ პასუხი უნდა აგონ დღეს წერალთა ყრილობისა და სხვა სამავლობის წინაშე. ვერ წარმოგვიდგენია პატრიოტული მწერალი, რომელიც არ გაიზიარებს ჩვენს ამ გულისხმობას. ჩვენ ქვემოერე ხელის მომწერლი ვემიჯნებით მას, ესე იგი საგანგებო კომისიას. ვინ არჩუნებს ტრადიციულ მწერალთა კავშირს, სწორედ ტრადიციულ მწერალთა კავშირს და კავშირს თავისი არჩეული კანონიერად დადებული ხელმძღვანელობით.
ვისაც არ გსურს იყოს წევრები ამ თვითმართია მწერალთა კავშირისა, ადეთით და ჩვენთან ერთად დატოვეთ ეს უკანონო ცნობილი ყრილობა ატესტამას ხელს 100 ლარი. ბატონებო, ადგილიდან ყველას მოგცემ სიტყვას, მე გთხოვთ, მართალია, მე მოსასმენი იქნება აქ დღეს, მაგრამ გთხოვთ რომ